მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საბილეთო სისტემის დანერგვა დაიწყო ავტობუსებში სპეციალური მოწყობილებები უკვე მონტაჟდება. მოქალაქეებისათვის პლასტიკური ბარათების აღება კი ერთ თვეში ლიბერთი ბანკის ფილიალებში დაიწყება. მერიის ბენეფიციარები ბარათებს ბანკში მერიის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე აიღებენ. რიგითმა მოქალაქეებმა კი ოპერატორებს პირადობის მოწმობით უნდა მიმართონ. ბარათის აღება უფასოა. ელექტრონულთან ერთად ძალაში დარჩება ქაღალდის საბილეთო სისტემაც. ბილეთები მძღოლებთან გაიყიდება პლასტიკურ ბარათზე კი ანგარიშის შევსება როგორც ბანკში, ისე ჩასარიცხ აპარატებში იქნება შესაძლებელი. ტარიფები უცვლელია ახალი მოდელით მომსახურების შემთხვევაშიც. არის თუ არა ბილეთი გატარებული, ამას კონტროლიორი სპეციალური ტერმინალით შეამოწმებს, რომელიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხმოვან სიგნალს გამოსცემს. შემოდის ძალაში უკვე ელექტრონული საბილეთო სისტემა, ანუ პლასტიკური ბარათების სახით, ამასთანავე პარალელურად დარჩება, რა თქმა უნდა, ის სისტემა, რომელიც სისტემაც არსებობს, ეს არის საქაღალდე ბილეთების სისტემა და დღეს დამტკიცდა ტარიფები სწორედ ელექტრონულ ბარათებზე. ეს გახლავთ ჩვეულებრივად ისეთივე, როგორიც არსებობდა საქაღალდე სისტემის დროს, გახლავთ 30 თეთრი ჩვეულებრივი სტანდარტული ბილეთი, 20 თეთრი შეღავათიანი მგზავრობა სხვადასხვა კატეგორიისათვის, რომელსაც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მერიის პროგრამები და ამასთანავე უფასო მგზავრობა, ეს არის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.